მოდით ახლა ვილაპარაკოთ საქართველოზე და ხო, სამწუხარო ამბავი არის ის, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე სუსტად და ცუდად გამოიყურება. ეხლა ჩვენი რეგიონი იყო ძალიან მძიმე პერიოდში. ჩრდილოეთით უკრაინას და რუსეთს შორის ომი არის, სამხრეთით ირანსა და ისრაელს შორის ომი იყო. 1000 წინააღმდეგობა იყო, რომელსაც დაუპირისპირდა საქართველო და ჩვენი მთავრობის აზრით ისინი გაუმკლავდნენ ამ დაპირისპირებებს, რადგან ქვეყანა არ იწვის. მაგრამ მართალია ეს თუ არა? რა თქმა უნდა არა. ქვეყანა არ იწვის მხოლოდ იმის გამო, რომ არავის არ ცალია ეხლა საქართველოსთვის. და რავი, რუსეთს რო რაიმე ისეთი გაეკეთებინა, როგორც აზერბაიჯანელ მოქალაქეებს გაუკეთა. არ მგონია, რომ ჩვენ მთავრობას საერთოდ ხმა ამოიღო ესეთ ტრაგედიაზე. როცა ყველა მიხვდა, რომ რუსეთი არის ნომერ პირველი მტერი, საქართველო ჩამოშორდა თავის მთავარ მოკავშირეს, ევროკავშირს. მალე ვიზასაც გაგვიუქმებენ და საქართველო რჩება იზოლირებული. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიყოთ ლიდერები და ჩვენ ამოვიგეთ აზერბაიჯანს და სომხეთს მხარში, იმ აზრის, რომ ხო ხედავთ, ჩვენ ამდენი ხანი ყველაუბრალოდ კი არ ვებრძვით რუსეთს. რუსეთი მართლა ჩვენი რეგიონის ნომერ პირველი მტერია. იმის მაგივრად, რომ გამოვაყენოთ ეს სიტუაცია და გავერთიანდეთ ჩვენ მეზობლებთან ერთად ერთი იდეის ირგვლივ, რომ აი ნახეთ რა საშიშროება ჩრდილოეთით რუსეთია, რომელსაც არ ადარდებს არც სომხების და არც აზერბაიჯანელების სიცოცხლე. და მოდით გავერთიანდეთ, რომ ერთად გავარანტუროთ ეს ბროტების იმპერია. იმის მაგივრად, რომ გავერთიანებულიყავით იმ იდეის ირგვლივ, რომ ირანის არის საშიში და ირანსაც უნდა თავისი გავლენის გაფართოება კავკასიაზე, ჩვენ ეს ყველა შანსი ვერ გამოვიყენეთ. ამის მაგივრად ერთმანეთით დავხოცეთ იმის გამო, რომ ზოგი ისრაელს მხარს უჭერდა ამ ომში, ზოგი კიდევ ირანს უჭერდა ამ ომში მხარს. ზოგი თეატრულოკეანის დროებით გამოძიებულ კომისიას უყურებდა ხალხს დღემდე ჯერა, რომ ეს კომისია საქართველოს რაიმე პრობლემას მაინც გადაწყვიტავს და ასე და ასე შემდეგ.